ლელა გრძელიშვილი. პროფესიით ვარ ქიმიკოსი, უნივერსიტეტი დამთავრებული. გახლავართ ზურაბ გველესიანი, ინჟინერი, ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი. მაქვს ჰობი, ესეთი, რომ მიყვარს ჩემი ხელით რაღაცების კეთება. იკრიბებოდნენ თანამშრომლები, სანამ დაიწყებოდა დიდი ის ჰქონდა ხოლი რაღაცითი. ხო და საუბრობდნენ სანამ ავიდოდნენ ამ თავენ ლაბორატორიებში და უცბად ვიღაცის რო შემოვედი ვიღაცის დაშინებული მზერა. ხო ისეთი აღფრთოვანებული მზერა, ხო და აი ესე დამამახსოვრდა აი რომ მიხვდები თავიდანვე რომ რაღაცა ძალიან მოეწონი ადამიანს, აი სახელზე ეტყობოდა თავიდანვე. რო დავინახე, ესე იგი თვალები გამიფართოვდა და სასაცილო რა იყო, რაღაცა მომინდა უცებ რამე მეჩუქ. ვერ მოვიფიქრე, ვერ და ეს პასტა ამოვიღე და ვაჩუქე ჩემგან. მე რა ვიცოდი თურმე თავდებოდა ის პასტა აღარ ქონდა. ხო და მე კი ვიგონებდით ამას სიცილი. საერთო ინტერესებიც იყო ჩვენ შორის. თუნდაც ის რომ მაშინ დავიწყეთ ეკლესიაში, ეს თქვათ შესულას. 3 წელიწადში დავქორწინდით მაშინ მერე. ანუ 86-ში მოვედი სამსახურში, 99-ში დავქორწინდით. სასწაული ენერგიის პატრონი. სასწაული შრომელი, დაუზარელი, შეუპოვარი. თუ ყვარს თავისი ოჯახი და მთელი თავისი კარიერა, მომავალი შესწირა ბავშვების გაზრდას. ოთხმოცდათიან წლებში მეყოლა შვილები. ეს იყო ყველაზე უმძიმესი, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა, რომ არ გვეგრძნო ეს ამბავი. ანუ აქ დენი რო არ იყო, შუქი რო არ იყო, სითბო რო არ იყო, აქ ყველაფერს გვიწყობდა. რა პერიოდი იცით, ხელფასი აღარ რიგდება. და ტერმინი როგორი იყო? გაიყინა, რას ქვია, გაიყინა. გაიყინო შეიძლება ხორცი რაღაცა და ხელფასის გაყინვა. უბრალოდ ტერმინი არ იყო შესაფერისი, არ არის ფულია თქვა მაინც. და ეს ტერმინი რო შემოვიდა, გაიყინა, ნუ კაი, გაიყინა, მაგრამ ბავშვი ჭამა უნდა, ბავშვებს რაღაცა და გამოვიყენე ჩემი ხობი, რომელიც გავეხადი ძირითად შემოსავლად. ანუ ვაკეთებდი უნიკალურ კიბეებს. სახში ასასვლელ კიბეებს. ხო და ერთ საინტერესო ისტორია მაქვს ამასთან დაკავშირებით. აი რატო ვამბობ, რომ ყველაფერში არის შენ თუ ხარ უფალთან ახლოს, უფალი არ გტოვებს შენ. არასდროს უფალი არავის არ ტოვებს. თავარია შენ არ დატოვო და შენ ყავდეს ყოველთვის. და მახსოვს ერთხელ გავიდათ რომ არავინ რეკავს გამიგე და ნუ დავიწყეთ ნელ-ნელა ამოწურვა სახში. აი ფინანსები ნელ-ნელა იწურება და ბოლოს დავთვალეთ და ვნახეთ რომ მხოლოდ პური შეგვიძლია მეორე დღეს ვიყიდოთ, გამიგეთ? ანუ რასაც ეთქვიან, პურის ფული დაგჭა. პირდაპირ მნიშვნელობით ამის. საღამო ხანია სამზარეულოში ვზივართ მე და ჩემი მეუღლე და უცებ კარზე ირეკება ზარი. გავაღე კარი და არ ვიცი. აი გუწფელად გეუბნებით რა, მაგის მსგავსი ხალი მაშინ ეს სადარბაზო არ იკეტებოდა. ესე არ იყო რა, ღია იყო კარები და შემოვიდო და ვისაც უნდა დარეკავ. თეთრთმიანი ხალი დგას. და მეუბნება ესეთ რაღაცას. გთხოვთ რა, იყიდეთ სანთლებიო. წარმოგიდგენიათ, აი პურის ფულიზე ვფიქრობ რა, სად ვიშოვ და ხალი მთავაზობს სანთლების ყიდვას. არც მიფიქრია. ამოვიღე და ესეთი კონა სანთლები ვიყიდე. რო ვიყიდე ახლა ნუ ასე მეუღლემ პროტესტი გამოთქვა, ბუნებრივია კაცო. პურის ფული არ გვაქვს და დავამთე სანთლები. გეფიცებთ, აი რასაც გეუბნებით ესე იყო. დავამთეთ სამზე საოცარი სუნი დადგა. ღამის 12 საათია, მირეკავს ვიღაც კაცი. საზღვარგარეთ მივდივარ და კიბემა გასაკეთებელი. მე ვთხარი კი ბატონო ნახავ, მე ვთხარი ყველაფერი რა. ეხა ჩემი მძღოლი მოვავო.
ხო, დაახლოებით ვინც მითხრაო, ამ ფასად აკეთებდო, ხო? კი ბატონო, მე უთხარი, ეგრე ვაკეთებ თქო და კარგი მოვა ჩემი მძღოლი და ნახევარს მოგიტანთ. იმავე დღესვე რა, შეიძლება ეგეთი რაღაცა. ხო და მოგვიტანა ეს ფული და რასაკვირველია, მადლობა უფროს. იცით, მაშინ იმ მომენტში ისე ვერ გაიაზრებ, მაგრამ მე რო გახსენდება, როგორ იყო, როგორ ყველაფერში უფალი როცა თხოვდი და გძნობდა ამის საჭიროებას, ყოველთვის გეხმარება ყველაფერში რა. ბავშვები აი ჩვენ ქუჩაზე არის 57 სკოლა. და იქ დადიოდნენ. თავიდან მე დამყავდა და მე თვითონ დადიოდნენ ამ სკოლაში. გიორგის კონდა ერთ საოცარი თვისება რა, დამოუკიდებლობის შეგრძნების. აი ისე გადაწყვიტა თავის მომავალი, ისე გააკეთა, რომ არავინ არ ჩაურევია მაგაში. ნებისმიერ მამას რო კითხოთ, აი ვინ გინდა რომ შვილი გამოვიდეს? ეხლა თუ ეგოისტია მამა იტყვის რომ ჩემი სპეციალობა კონდესო რა. ხვარი ხოლმე შვილი მიყვება მამის საქმეს არა. მაგრამ არა ძნელი ამის თქმა იცით, შენ რაიმე საქმე უნდა გიყვარდეს ძალიან. თუ გინდა რომ იმაში წარმატება კონდეს რა, ესე მიმაჩნია მე, ასე ვფიქრობ. შენ უნდა გადაწყვიტო, ეგ არ არის რასაც მამა გირჩევს, ან ვინმე გირჩევს. შინაგანიდან უნდა ამოვიდეს ეს. ძალიან სხვანაირი ბავშვი იყო სხვათა შორის. აი რაც შემიძლია ვთქვა მასე, რომ აი მიზან მიმართული იყო თავიდანვე. ესეთი დაკვირვებული, ხურდაფულები ქონდა ერთხელ და ინგლისურში ვამზადებდი, ჩავიდა თვითონ აქვე მეზობლად და ხედავ პურით ამოდის, დედაო. ხედავო ისაო ამოვიტანე თონის პურიო. ხო კაი ვქენიო. ეს არის ბავშვი 6-7. ეხა 6-7 წლის ბავშვი აიღებს და კამფეტს იყიდის. იმ პერიოდში ძალიან მოდაში იყო ეს მანჩესტერ იუნაიტედის მან გუნდის კარგად თამაშობდა ძალიან ბექემი ესა და მოკრა ყური მაგანაც დააკვირდა იმ თამაშს და მოეწონა და დედაო მე მინდაო მანჩესტერ იუნაიტედის ფორმაო. ერთი ჩემქაც გადაულა რა თუნდა ეს მანჩესტერ იუნაიტედის ფორმა. ასე ძალიან თუ უნდა და ნუ გითხრა, მაგრამ ხო იცით ისე ამგე არ იტყო და ეტყობა ძალიან თუ არ უნდა და ამიტომ ეს იყო ძალიან უნდა და ეს ფორმა და მოდი მეთქი ხა ყველაზე კაი ბურთი მეთქი. ნუ შევარჩიე საუკეთესო იქიდან და მეთქი ხა ძალიან გავახარებ და რომ მოვიტანე და დაიწყო ტირილი. ბურთი მომიტანეო, მეო ფორმა მინდოდაო. ეხა ჩავიდა ეზოში ამ ბურთით და ნუ დაიწყო თამაში. ამოვიდნენ ბავშვები აქეთ იქით, ვერაფერს ბურთი არ გაუგორებია. ის ბავშვები ეტყობა უფრო დაინტერესებული იყვნენ თავიდანვე და ჩადიოდა მარტო. წარმოიდგინეთ, ქვემოთ და დაიწყო კეწვლა. აიწყო 1, 2, 3 და რაღაცა კვირა 1-2 კვირა რო გავიდა და ის ბავშვები ამოვიდნენ კიდე. გეუბნები ყველა საჯობა იქა, იმიტომ რომ იმდენად მოინდომა. აი მარტო ჩადიოდა და თავის თავთან მუშაობდა. გიორგი პატარა იყო მაშინ შვილო და ამდენი მანქანები არ ეყირა ეზოში. მეზობელი პირველ სათუზე ნუ იმას სხვა საშუალება არ ქონდა, სარეცხი ქონდა გაფენილი და ნუ ეხლა ისე ბურთი ისეთია რომ მოხდებოდა ხოლმე, მართალიც იყო ეხლა რა. ხო და გააფრთხილა ეჭუბა რომ სანამ სარეცხი არისო, მანამდე არ ითამაშოთო რა. ანუ სულიად გასაგები მიზეზი არის ეგა და მახსოვს რომ ერთხელ თამაში უნდოდა ძალიან და ნახა რომ სარეცხი ეკიდა, შეამოწმა და მშრალი იყო და კედეზე ცარცით მიაწერა სარეცხი მშრალი ბავშვურად გიორგის ხელი ახლა შენახული მაგ. სიმკაცის მომენტები მქონდა, მაგრამ რა ვიცი, რატომღაც თავის ამბებს, თავის რაღაცებს გულახდილი იყო ჩემთან ეტყობა, მეგობრულიც ვიყავი ხო მართალია. დღემდეც აი შეუძლია რომ ჩემთან გული გადახსნას და მომიყვეს რაღაც მომენტი ცხოვრების და აბა შენ რა აზრის ხარ? მე მაინც თავის აზრის არის, რა თქმა უნდა. მე არ გეთანხმები, არ ამას მეტყვის, მაგრამ აინტერესებს ხოლმე რაღაც საქმეზე ჩემი აზრიც. მადლობელი ვარ ღვთის რომ წარმატებულია ჩემი შვილი, მარტო იმიტომ კი არა რომ კარგი ფეხბურთელი, არამედ კარგი მამაა პირველ რიგში, საოცარი მამაა. აი მე არ ვიცი მსგავსი, იმიტომ რომ ამხელა გადაკარგულ ქვეყანაშია და საქმის კურსია თავის შვილებზე. თავის შვილებზე, აი ვის რა აბა იქ მასწავლებელი რას ფიქრობს, იქ ყველა აი ეს დეტალები იცის ყველაფერი რა. არ ვიყავი მე ასეთი. ძალიან ბევრად ჩემზე ძლიერია საქმეში.
შეიძლება მაშინ გავამართლო ჩემი თავი რაღაცით, იმიტომ რომ სულ ცდილობდი ოჯახს არ მოკლებოდა არაფერი და ბევრს მუშაობდი. მაგალითად, ზოგი მამა ხო გადაყოლილია, მიყვება შვილს, გაყვება ფეხბურთზე რაღაცა ისა. აი მე ეს არ გამიკეთებია და სადღაც ვნანობ ახლა. ერთმანეთისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ ალბათ დღემდე. შვილები ალბათ ჩვენგან აღარა, მაგრამ ჩვენ ალბათ შვილებისგან რაღაცებს ვსწავლობთ ახლა. უბედნიერესი კაცი ვარ, იმიტომ რომ დღეს მე არ მიცნობენ. კი, როგორ არ მიცნობენ, როგორც ექსპერტს, როგორც სპეციალისტს ჩემი საქმისას, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ყველგან მე გიორგის მამა ვარ. ყოველთვის ამისკენ მაქვს სწრაფვა, რომ უფრო ვიყო გულისხმიერი სხვების მიმართ. რაც მინდა რომ უფალშევა ვედრო ჩემი შვილების ჯანმრთელობა. დანარჩენი ღმერთი მოგცემს ყველაფერს. ქვეყნის გაერთიანება, გამთლიანება პირველი რასაკვირველია. ეს მაძლევს საოცარ დიდ სტიმულს შინაგანად, რომ საქართველო გაბწყინდება. აი ეს გამოთქმა საქართველო გაბწყინდება. აი ეს არის ჩემი მთავარი ოცნება.